მოგესალმებით, ამ ვიდეოში გასწავლით როგორ შეიძლება ავიყვანოთ ჩვენი ტელეფონი 700%-ზე, 900%-ზე და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი თხოვნა იყო, მაგრამ თავიდანვე გეტყვით იმას, რომ ეს მეთოდი არ ნიშნავს იმას, რომ მაგალითად ეხლა თუ მოქვს მე 700%-ზე ელემენტი, მეყოს მაგალითად 7 დღე ან 8 დღე, ანუ ეს უბრალოდ არის ვიზუალი, რეალურად არ არის ეს 700%, შეიძლება ეხლა იყოს 50% ელემენტი, მაგრამ შეგვიძლია ეს ვიზუალურად დავაყენოთ რა, ვიღაცას მაგალითად უბრალოდ უნდა რომ გამოჩნდეს 100-ის ნაცვლად 900, 999 და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს ეხლა თქვენ აგიხსნით და უკვე თქვენ სრულ ვიზია როგორ რამდენ პროცესს აირჩევთ თქვენს ტელეფონზე. ასევე გასწავლით როგორ დავაყენოთ რეალური ელემენტის პროცენტულობა, რომ გამოჩნდეს, ასევე გასწავლით როგორ გამოაჩინოთ სასრული პროცენტულობა და ასე შემდეგ. კარგი, დავიწყოთ. ამისათვის დაგვჭირდება ორი აპლიკაცია. ეს აპლიკაციები არის Esheli და Shizuku. ამ აპლიკაციების ლინკს მოვაყოლებ ამ ვიდეოს კომენტარებში. ნახავთ ლინკს, გადახვალთ და გადმოიწერთ. და ეხლა როგორ ხდება ეს ყველაფერი. კარგი, მოდი წავშალოთ ეს აპლიკაციაც. ესე დავალოდოთ, წაიშალა და ესეც წავშალოთ. მოდი ახლა გადავტვირთოთ ტელეფონი, რადგან აქ 700% დაგვიტოვა და გადავტვირთოთ ორიგინალი დავაბრუნოთ. შეგვეძლო რომ ორიგინალი პროცენტულობა გვეჩვენებინა, მაგრამ ეხლა აპლიკაციები რო წავშალე, ალბათ გადავტვირთის შემდეგ გვაჩვენებს რეალურ პროცენტულობის მაჩვენებლას. დავალოდოთ ჩართვას. ნუ ჩაირთო უკვე და დააყენა ორიგინალი პროცენტულობა, ანუ რეალური რაც აქვს და მოკლედ დავიწყოთ. კარგი, გადავიდეთ ახლა დაინსტალირებაზე. ჩემ ფაილებში გადავიდეთ. შემდეგ გადავიდეთ ჩამოტვირთულებში და აქ მაქვს ეს ორი აპლიკაცია. აი აქ არის ამ აპლიკაციებს რომ მოვაყოლებ, შეგიძლიათ ნახოთ უკვე ამ ვიდეოს კომენტარებში იქნება აპინული ლინკი. ამ ლინკზე რო გადახვალთ, უკვე იქ ნახავთ გაეცნობით როგორ უნდა გადმოიწეროთ. კარგი, როცა გადმოიწერთ ამ ორივე აპლიკაციას, მოდი ესენი წავშალოთ, არ გვჭირდება. და დავიწყოთ ინსტალაცია. პირველ რიგში ვაინსტალირებთ Shizuku ამ აპლიკაციას, ვაჭერთ მასზე. აქ სტანდარტული ინსტალაცია მიდის, ვაჭერთ ინსტალაციას. დაინსტალირებულია და დავაინსტალიროთ ასევე ეს აპლიკაციაც Esheli. ეს დაინსტალირებულია და ამის შემდეგ რას ვაკეთებთ? ესე იგი, ამათი ინსტალაციის შემდეგ ვაჭერთ პარამეტრებს. ჩამოვდივართ ბოლოში, ვირჩევთ ტელეფონის შესახებ. შემდეგ პროგრამის ინფორმაცია და ჩაშენების რაოდენობას ვაჭერთ 8 ჯერ, აი ესე და გავააქტიურებთ დეველოპერის რეჟიმები. თქვენთან როცა ჩაშენების რაოდენობას 8 ჯერ დააჭერთ, რაღაცას ამოგიგდებთ, ანუ რაც აბლოკილ ტელეფონზე აქვს, შეიყვანთ და გააქტიურდება ავტომატურად. ანუ გამოხვალთ უკან და ქვემოთ იქნება დეველოპერის ოფციები. კარგი, ეს უკვე გააქტიურებულია და გადავიდეთ ახლა პროგრამის გახსნაზე. პირველ რიგში გავუშვათ Shizuku-ს აპლიკაცია. ესე იგი, ვაჭერთ pairings, შემდეგ notification options, შევდივართ, ვააქტიურებთ. აი ესე, გამოვდივართ უკან. შემდეგ developer-ის ოფციები გააქტიურეთ, ანუ ჩვენ უკვე გავააქტიურეთ ეს ყველაფერი. დავაჭიროთ მასზე და ქვემოთ უნდა ჩამოვიდეთ. და აქ უნდა ავირჩიოთ შემდეგი რამ. შეცდომების უსადენო გამართვა. აი ეს უნდა გავააქტიუროთ. შემდეგ ვაჭერთ დაშვებას. შემდეგ გადავდივართ მასში.
შემდეგ ვაჭერთ მოწყობილობის და დაწყვილება და დაკავშირების კოდი და ვიმახსოვრებთ აი ამ კოდს. ანუ 33849. 33849. ჩამოვწიოთ ზემოდან ეს და enter filing code. ანუ 33849. 33849 და ვაჭერთ გაგზავნას. აი ესე. მორჩა დაკავშირებულია. ეხლა გამოვდივართ, შევდივართ აპლიკაციაში. სამით თავიდან ჩავთოთ შეიზოყოს აპლიკაცია. შემდეგ ვაჭერთ start relax, ველოდებით და გააქტიურებულია. კარგი, ეხლა გავუშვათ უკვე ეს შელი. Hello all this time, ესე, start. და მორჩა უკვე წვემა გვაქვს. ეხლა რომ ელემენტის პროცედურობა შევცვალოთ, ვაჭერთ რას? ანუ duos-ს წერთ და აქ არის dump says battery და dump says battery set level, ანუ რამდენ პროცენტზე გვინდა გამოჩნდეს, მაგალითად დავირჩევთ ამას და წერთ მაგალითად 9.99. შემდეგ ვაჭერთ აი ამ relax და გვაქვს 9.99% ელემენტზე, ნუ ეს არაფრად არ შეიცვლება, სულ იქნება. და შეგვიძლია სასურველი შევიყვანოთ რა აქ ავირჩევთ მაგალითად ამ levels ავირჩევთ 555 ვაჭერთ enters და დაყენება 555. ნუ ესე და ამგვარად. ხოლო რაც შეეხება თუ გვინდა ორიგინალის დაბრუნება აქ შევყავს ესეთი duos-ს წერთ და აქ არის dump set battery reset, ანუ განულება ქარხნულზე დაყენება ვაჭერთ მასზე და შემდეგ enter-ი რის შეგეს უკვე დაუბრუნება თავის პროცენტულობას. სულ ეს იყო მეგობრებო, ვიდეო ამით დასრულებულია, საკმაოდ მარტივი მეთოდია და უკვე თქვენ სულ ვიზია რამდენ პროცენტს აირჩევთ აქ. აბა ნახვამდის, გამოიწერეთ არხი და თქვენ აღარ გამოგრჩებათ ახალი და საინტერესო ვიდეო გაკვეთილები და ასევე ვლოგები.